გასიამოვნოს რუსეთს, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. ქვეყნის მომავლისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მთავრობა ვეღარ გაბედავს გაფიქრებასაც კი, რომ საქართველოს ორიენტაცია შეუცვალოს. დღეს მთავარი ამოცანა საქართველოში არის, რომ აქცენტები გადავიდეს იმ პრობლემებზე და მთავრობამ დაიწყოს ხაზზე ფიქრი. თავი დაანებოს კომპრომატებით, მოსყიდვებით, შანტაჟით მუშაობას. დღევანდელ მთავრობას აქვს კიდევ შანსი, რომ ქართული ხალხის ინტერესებზე გამომდინარე შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც და ქართულ ხალხს მისცემს. ვფიქრობ, დღეს აქციაზე ძალიან ნაკლად გამოჩნდა, რომ საქართველოს დღეს ყავს დემოკრატიული, კონსტრუქციული და ძლიერი ოპოზიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენი როგორც ოპოზიციის ამოცანა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაუხვიოს ევროპული კურსიდან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთავრობის ამოცანა იყოს არა მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გრევა, არამედ მომავლის შენება. მე ვფიქრობ, რომ აქცია შედგა ძალიან ღირსეულად, ძალიან მრავლად მოვიდნენ ჩვენი თანამოაზრეები და ეს არის როგორც ვთქვა, მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გვეყოლება მუდმივად ხელისუფლება კონტროლზე იმისათვის, რომ ის მიზნები, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორია, დავეხმაროთ ყველანაირად, რომ ჩვენ ქვეყანას რომ ის მიზნები მიაღწიოს. ყველაფერს გამოვიყენებთ კანონიერების ფარგლებში იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, ეს იქნება პარლამენტი თუ ქუჩა. აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იმის, რომ საქართველოს არჩევანი იყოს თავისუფალი ქვეყანა, იყოს თავისუფალი ერთ ოჯახის წევრი. არა მარტო ნატოს და ევროკავშირის წევრები, შინაარსით იყოს თავისუფალი ქვეყანა, ამ არჩევნებს ყავს ძალიან აქტიური ჯგუფი მხარდამჭერი ადამიანებს, ვინც არ დაუშვებს იმას, რომ ვინმემ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაგვაჩოჩოს ამ არჩევანიდან. შეშინება, დანებება, თქვათ, შანტაჟის მიმართ, მოსყიდვა ტრისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ ღირსეულად, მშვიდად, კომპეტენტურობით, იმიტომ რომ ეს გზა მოითხოვს არა მარტო გულს, არამედ გონებასაც და ჩვენ ამ მიზანს მივახცევთ. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მეც და ყველა თქვენთაგანიც, ვინც აქ იყავით. მინდა მიულოცო ყველას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი.